მოგესალმებით მეგობრებო. ხლა გამოვედი წერვიდან და ვფიქრობდი სახარების იმ სიტყვებზე, რაც მოვისმინე და მინდოდა გამეზიარებინა, რამდენ ტკბილია უფალი. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ სიმძიმე, განსაცდელი, მწუხარება, ჩააგვრა, შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება ეს მხოლოდ ჩვენ გვაქვს, მაგრამ გარწმუნებთ. არც მოციქულებს აკლდათ იმ წმინდა ადამიანებს და არც თავად უფალს. გახსოვთ უფალსაც კი ცხვირპირში ურტყეს, მოციქულებიც ცემეს, წინასწარ მეტყველი ისაია შუაში გაახერხეს საერთოდ. ისე მოკლეს. არ დაკლებიათ სიმწარე. დღევანდელ სახარებაშიც ზუსტად ამაზე იყო საუბარი. იცოდე რომ არ არსებობს ამ ქვეყნად ადამიანი, რომელსაც ანახლობელი არ გარდაეცვლება, ან რაღაც სნეულება არ შეხვდება, ან რაღაც სხვა განსაცდელი უეცარი არ ექნება. ამ ქვეყნად, როდესაც კი სიკვდილი დაიბადა, მაშინათვე ადამიანებს ჭირი გაუჩნდა. ყველას. ჩვენ არ ვართ გამონაკლისები. ასე იყო დღევანდელ წაკითხულ სახარებაში, როდესაც მაცხოვარი მარტო გავიდა მთაზე, განმარტოვდა ილოცა, მერე ზღვაზე სასწაულებრივად გაიარა და მოციქულებმა რაღაც სილუეტი ჭრტილი დაინახეს. თავიდან შეეშინათ, არ იცოდნენ რა იყო და მერე მოესმათ, რომ ეს უფალი იყო, იმიტომ რომ უფალმა უთხრეს მე ვარო. და პეტრე მოციქულმა, ყველაზე გულმხურვალემ დაუწყო დიალოგი, რომ თუ შენ ხარ უფალო, მითხარი რომ შენთან მოვიდეო და მოდიო ეტყვის მაცხოვარი. მართლაც გადადგავს პეტრე მოციქული ნაბიჯებს, მაგრამ ამოვარდება საშინელი ქარი და დაიწყებს შეეშინდება და დაიწყებს ჩაძირვას. და ეს მცირედ მორწმუნეობაში შეერაცხება მას, მაცხოვარი ხელს გაუწვდის და ამოიყვანს. ეტყვის რომ შეცირედ მორწმუნე პეტრეო. დაახლოებით ესე ვარ ჩვენ, როდესაც განსაცდელები შემოგვიდევს, მცირედ მორწმუნეობაში ვარდებით, ღმერთი ყვავიწყდება. რომ უფალი არის ყველაფრის მკურნალი და ყველა განსაცდელი ჟამს, ეს იქნება გარდაცვალება, დიდი სნეულება, თუ რამ სულიერად, შეიძლება ფიზიკურად არ განვიკურნოთ, მაგრამ მთავარი არის სულიერი კურნება ამ დროს და სიმტკიცე, როცა მხნეთ ხარ სულიერად. ღმერთი შენს გვერდითაა. ამ დროს ღმერთი გიცავს, თუნდაც იმ განსაცდელისგან და იმ ფიქრებისგან, რომელიც იმ განსაცდელს მოაქვს. ღმერთს, უფალს, იესო ქრისტეს მუდმივად აქვს ხელი გამოწვდილი, როგორც